FBI-ს არ უწერია შუალედურ დასკვნაში, რომ ეს კადრები არის მონტაჟი. FBI-ს უწერია, რომ ეს კადრები არის გადაღებული ამ საშუალებით, ანუ ახსნილია ვიდეოკამერა და კადრების წყვეტა, რომელიც ფიქსირდება სხვადასხვა რაკურსებით, არის კამერის ზემოქმედების შედეგი. ანუ ეს ნიშნავს, რომ ოპერატორი იღებდა ერთ რაკურსს, გამორთავდა კამერას, მერე გადაინაცვლებოდა რაკურსი და იღებდა მეორე კადრს. ესე იგი, გურამ დონაძეს თავიდანვე ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ეს გახლავთ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მის მიმართ ბრალდება არ შეცვლილა, ანუ არც დამძიმებულა და არც შემსრულებულა. უბრალოდ დღეს დაგვიბარეს ბრალმა თვითონ თხრობითმა ნაწილმა, ბრალის თხრობითმა ნაწილმა განიცადა კორექტირება. ეს მოხდა გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, იქ დაზუსტა დროები, თქვა შემთხვევის ადგილზე ვინ როდის მივიდა, შემთხვევის ადგილიდან ვინ როდის წავიდა და ასე შემდეგ. ანუ ამითი ბრალდება არანაირად არ იცვლება. დასკვნის მიხედვით რამოდენიმე ათეული მონტაჟის კვალი შეინიშნება. მონტაჟი ნიშნავს იმას, რომ არსებული ვიდეო მასალა არ არის უწყვეტ რეჟიმში განხორციელებული გადაღება და ის წარმოადგენს კადრების კომპილაციას. როცა იკვეთება ის, რომ ინფორმაცია, ანუ ვიდეო ფირზე აღბეჭდილი მონაცემები არის მონტაჟის საგანი და ათეულობით მონტაჟის საგანი, მაშინ უკვე გამოირიცხება მთავარი, რომ ეს არის ინფორმაცია ხარისხიანი. ეს არ შეიძლება იყოს ხარისხიანი ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ის წესით არ უნდა იყოს მტკიცებულებად მიღებული და მასზე დაყრდნობით არ უნდა მოხდეს შინაარსობრივი ხასიათის დასკვნის გაკეთება.